ასევე წარმოგიდგენთ ბატონი და ზიამომებით ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი ბესიკ ლორთქიფარიძე ახალობის პატიო გადასწრა და $100,000 ლარია გამოყოფილი პროექტირების თანხისთვის ეს ნიშნავს რომ დანილის სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ რომ გადაწდა და დაფინანსდა ანონსის უკან დიდი ანალიზი დევს ხოლმე რომელსაც შემდეგ ვიზუალიზაციის მიმართულებით და ბატონებმა და სხვადასხვა ის რაც წინ უსწრებს კომუნიკაციას ეს კაცი მოქალაქეებისთვის რომ 31 ნოემბერს უნდა შინაურობაში ან ოჯახებში დამზადებული ნივთების შესაბამისად უკვე წელს წარმოგიდგენთ ბოლო წლის სამუშაოებს ქალაქებზე ვისაუბრეთ ძირითადად და რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი დღე იყო სენაკისის ვინაიდან მე და ბატონი დავით ლომიდაშვილი ამაზე უკვე თითქმის მეორე წელია ვფიქრობ წელიწად ნახევარია ვფიქრობ და დღეს იყო ზუსტად იმის შედეგის პრეზენტაცია რასაც მივახციეთ ამ წელიწად ნახევრის მცდელობით ანუ დამტკიცდა ის პროექტი უბრალოდ თანხა გამოიყო იმ პროექტისთვის რაც გულისხმობს ქალაქების სრულ რეაბილიტაციას და ახლა ბოლომდე დეტალებს არ ჩაუღრმავდებით ვინაიდან ჯერ ეს კიდე და პროექტის ქვემდებარე თემაა გამოყოფილია დაახლოებით $350,000 ამ პროექტის ანუ საპროექტო სამუშაოებისათვის რაც ნიშნავს რომ მთლიანი ღირებულება ამ პროექტის არის დაახლოებით $11-12 მილიონი რაც გულისხმობს ამ ქალაქების ძალიან მაღალი დონის და მაღალი ტურისტულ ობიექტად გადაქცევის პერსპექტივას აქვე ზუსტად ამ ქალაქების განვითარებას ემსახურება ზუსტად იმ კოტახილის გზის რეაბილიტაციაც რაც არის ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ასე რომ ახლო მომავალში უკვე კვირას ჩამოდის სამუშაო ჯგუფი საპროექტო სამუშაო ჯგუფი რომელიც უკვე დაიწყებს წინასწარ სამუშაოებს და დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული უკვე საპროექტო სამუშაოები და უკვე ოქტომბრის ბოლოს ალბათ ჩვენ გრანდიოზულს მოვაწვით მის პრეზენტაციას უკვე ქალაქებში ჩვენ იდეის დონეზე გვაქვს და ეს პრეზენტაცია ამ პროექტის პრეზენტაცია გვინდა გავაკეთოთ ქალაქებში ღიაცის ქვეშ ესეთი ლამაზი და ალბათ მაღალი რანგის ტურების გვეყოლება და უკვე ალბათ მერე უკვე გაზაფხულზე უკვე დაიწყება სამუშაოები უკვე პროექტის შესაბამისად. დაწყდა უკვე და თანხა გამოყოფილია თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პირველი ნაწილი სამუშაოების სრული რეაბილიტაცია არის დაახლოებით $1,800,000 ღირებულების რაც ითვალისწინებს მთლიან რეაბილიტაციაში ასე რომ დღევანდელი დღე მინდა მიულოცო ყველა სენაკეს იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ამ მხრივ. დღევანდელ პრეზენტაციას ორ ნაწილად გავყოფდი. ერთი ის რაც 7-8 წლის უკან დავიწყეთ რომ მოქალაქეების არქეოლოგიური ექსპედიციის სამეცნიერო ჯგუფი ანგარის აბარებს სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნო და დიდი პატივია იმიტომ რომ ჩვენ თბილისის საზოგადოებაზე ადრე სხვა დანარჩენ ინსტიტუციებზე ადრე სწორედ სენაკს ვაბარებთ ამ ანგარის იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ეს მოსახლეობა იმსახურებს ნამდვილად იმას მან პირველი იცოდეს რა აღმოჩენები გავაკეთეთ ის რაც ჩვენზეა დამოკიდებული რომელიც მეცნიერად დოქტორმა ნიკოლოზ მურღულიამ წარმოადგინა. რაც შეეხება პრეზენტაციის მეორე ნაწილს, აქ სიტუაცია კიდევ უფრო რთულად არის კარგი გაგებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წლებია, იმიტომ რომ ბევრი წლების უკან ეს შეიძლება ოცნებაც კი არ შეგვძლებოდა ამ თემაზე. და დღეს ძალიან მიხარია რომ ეს რეალობა გახდა, იმიტომ რომ სახელმწიფომ პირველი სერიოზული კაპიტალდაბანდება გამოუშვა იმ მიმართულებით, რომ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით 4 მეგაპროექტთან ერთად წარმოიდგინეთ ისეთი როგორიც არის ვარძია, როგორიც არის მუცო, როგორიც არის ჩაჟაში, ნოქალაქევი ერთ-ერთი ძალიან მძლავრი ლიდერი ხდება. და ძალიან და ალბათ ყველაზე დიდი დაფინანსების მომთხოვნი პირველ ეტაპზე, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ ამ ქვეყანას ტურისტული პოტენციალის განვითარებას მისი გარკვეული მომავალი აქვს, სწორედ ფლაგმანად ნოქალაქები უნდა იქცეს, იმიტომ რომ საერთო კავკასიურ სივრცეში ასეთი მასშტაბებისა და ინფრასტრუქტურული დაცულობის ქალაქი მე პირადად ნამდვილად არ მეგულება. მგონია რომ ამ მიმართულებით სახელმწიფომ
და ამ თემაზე ჩვენ საუბარი 2007 წელს ბატონ ბიძინასთან ჰქონდა ივანიშვილთან, როდესაც და ის წიგნი, რომელიც სწორედ დღეს აქ იქნა წარმოდგენილი, ამ წიგნის წინასიტყვაობის ავტორი სწორედ ბიძინა გახლავთ, ბატონი ბიძინა. მან ზუსტად შეაფასა ნოქალაქევის მნიშვნელობა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ხვალ და ზეგ ამ ნაქალაქარს ყურადღების მიქცევის თვალსაზრისით თუ დღეს მაგალითად ეს კოეფიციენტი 1-ია, ხვალ ის უეჭველი 10 გახდება, იმიტომ რომ მას ბევრად უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე როგორ გითხრათ, არ ვაჯიბრებ არაფერს, მაგრამ რაბატს, სიღნაღს, სხვა ძალიან დიდ მეგაპროექტებს. ჩემის აზრით, აქ საჭირო არის საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც სერიოზული პრეტენზია გააჩნია და აქვს ინტელექტთან დაკავშირებით, სწორედ ეს საზოგადოებრივი ჩართულობა უნდა იყოს ძალიან მაღალი, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ თითოეული ეს პროექტი შემდეგ საზოგადოებრივ სამსჯავროზე წარმოვადგინოთ, განვიხილოთ და შესაბამისად მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ყველა ჩვენთაგანს იქნება ეს სენაკელი თუ სენაკის მიღმა მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე, ყველა ჩვენთაგანის გემოვნებას რომ დააკმაყოფილებს, რომელიც ბევრი მიმართულებით იქნება საზოგადოებისათვის ხელისშემწყობი და რა თქმა უნდა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი სერიოზული კატალიზატორი. ნახოთ, ალბათ მომავალი წინა გვაქვს, ნაქალაქარი ძალიან სწრაფად თხოვულობს ამ ასეთი ტიპის ჩარევებს, მას შველა სჭირდება ზოგ შემთხვევაში, მაგრამ საერთო ჯამში აღებული ეს იქნება ერთ-ერთი ევროპული სარეკრეაციო სივრცე ერთიანობაში მოცემული, რომლის მასშტაბები ძალიან დიდია და საქართველოსათვის ეს ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი იქნება, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული და სწორად მართული ასეთი ტურისტული პოტენციალი. რაც შეეხება თეატრის რეაბილიტაციის პროექტს, ასევე ძალიან დიდი კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, სწორედ გუშინ წამოსვლის წინ მქონდა ბატონ ნიკოლოზ ანთიძესთან, მემკვიდრეობის სააგენტოს გენერალურ დირექტორთან საუბარი ამ თემაზე და რა თქმა უნდა მინდა ყველა სენაკელი დავარწმუნო იმაში, რომ ის პირველი დაფინანსება, პირველი ტრანში იმისათვის, რომ მთელი საინჟირო კომუნიკაციები უკვე მოწესრიგდეს და თანდათანობით დაიწყოს უკვე მისი სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისათვის, გამოყოფილიც არის და რა თქმა უნდა შესაბამისად ის წელსვე მოხდება მისი ათვისება შესაბამისად იმისათვის, რომ ამ თეატრმა, მართლაც საოცარმა ნაგებობამ კიდევ ბევრი წელი უმასპინძლოს ღირსეულ მაყურებელს და აქტიორს, რომელიც ამ თეატრში ჩამოვა სხვადასხვა წარმოდგენებით. Ფიქრობ, ესეც რა თქმა უნდა იქნება სენაკისათვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კულტურულ საგანმანათლებლო სივრცე. დღეს სენაკს სტუმრობთ იმ მიზნით, რომ წარმოუდგინოთ ანგარიში ნოქალაქევის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ბოლო 2 წლის ანგარიში. მინდა მივესალმო ვისარგებლო შემთხვევით სენაკის მოსახლეობას და მადლობა მოუხადო მობრძანებისთვის და მოსმენისთვის. ნოქალაქევის ექსპედიცია მოგეხსენებათ ქართული ინგლისურია და მასში ჩართულია სამეცნიერო ინსტიტუციები, ისეთი როგორც არის კემბრიჯის უნივერსიტეტი, ოქსფორდი, საუთჰემპტონი, ვინჩესტერი, საქართველოს მხრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ექსპედიცია მუშაობს არა მხოლოდ სამეცნიერო მიმართულებით, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებითაც, რაც გამოიხატება იმაში, რომ დღემდე ექსპედიციაში 150-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა. ამასთანავე მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს სენაკის მუნიციპალიტეტთან და მასთან ერთად ვახორციელებთ პროექტს, რომელსაც ქვია უფასო საზაფხულო სკოლა ინგლისური ენის შემსწავლელი ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს ბოლო 2 წელი ამ ხრივ ძალიან წარმატებული იყო, როგორც არქეოლოგიური გათხრების თვალსაზრისით, ისე საგანმანათლებლო პროექტების თვალსაზრისით. ამასთან ერთად ხდება კონსერვაცია, რესტავრაციის პროექტების შემუშავება და მიმდინარეობს რამოდენიმე მათგანი, მათ შორის სამეფო აბანოს ჩაუტარდა კონსერვაცია, იწყება მეგრული ოდა სახლის რეაბილიტაციის პროექტი. აღმოჩენების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო წლები გვაქვს, იმიტომ რომ შევისწავლით ძველი წელთაღრიცხვის მე-17 საუკუნეების კულტურულ ფენებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით უნიკალურია და ასეთი აღმოჩენები მხოლოდ ვანის ნაქალაქარზე გვაქვს დღემდე, ასე რომ იმედიანად ვუყურებთ მომავალს და ვფიქრობთ მომავალ წლებში კიდევ უფრო საინტერესო შედეგები გვექნება.